დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვის დაწესება მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია. ქართულ ოცნებაში იმ რისკების პრევენციაზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას აარიდა. საუბარია 16 დეკემბერს დაგეგმილ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საქართველოში არეულობა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა გეგმა ჩავარდა. საბოლოოდ ევროპამ ბრძოლა მხოლოდ ლურჯ პასპორტებს გამოუცხადა. ოფიციალურ ვიზიტში თუ დავდივართ მოწვევით. ისე ვიზიტში არ მივდივართ, ხო ჩვენით. ჩვენი ოპონენტები რო დადიან, ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან, ასე მათაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, თავისი ჩაადგებიან ხოლმე და დარბიან მე დერეფნებში. და როგორც ჩვენ ძალიან შეწუხდნენ იმათი, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ყველა შემთხვევაში რეალურადაც მოწვევის გარეშე ვიზიტში არ დავდივართ, თუ მოწვევა იქნება, ვიზაც იქნება დიპლომატიურ პასპორტში ჩართმული და თუ კერძო ვიზიტით მივდივართ, წახო სხვა პასპორტით, ხო? აქ პრობლემა არ არის. შეიძლება პატარა დისკომფორტი იყოს და ეს უბრალოდ იყო როგორც ჩანს, სხვა რომ ვერაფერი ხერ ხდებოდა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე იწყებდნენ ლაპარაკს, წარმოიდგინეთ. და 16-20 დეკემბრის ის საშინელი მოვლენები, რაც ამ ქვეყანაში უნდა განვითარებულიყო, დავაზღვიეთ მაქსიმალურად, არაფერი ხდება საბედნიეროდ, ხო? ცუდი. შესაბამისად, ეს იყო ჟესტი, რომ რაღაც მაინც ყოფილიყო გადმოგდებული ქართული აგენტურული ოპოზიციისათვის სალაპარაკოდ მეტი დატვირთვა და დანიშნულება ამას აქვს.